მოусმინეთ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ბატონ დიმიტრი მწვავე დებატები მიმდინარეობდა მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში რისი შესრულება შეძლო თქვენმა გუნდმა წელიწად ნახევრის განმავლობაში ოპოზიცია კერძოდ კი ნაციონალური მოძრაობა საუბრობს იმის შესახებ რომ მთავარი დაპირებების შესრულება ვერ მოახერხა ქართულმა ოცნებამ მაგალითად არის საუბარი იმის შესახებ რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდა ქვეყანაში რომ არ მოხდა ინვესტიციების შემოდინება შეჩერდა ქვეყანაში რომ უპრეცედენტოდ გაიზარდა საგარეო ვალი რომ არ მოხდა პენსიების გაზრდა საარსებო მინიმუმამდე პირველივე წელს თქვენმა მთავრობამ ბიუჯეტი გაარღვია 700 მილიონი ლარით ამის შესახებ თქვენი ოპონენტები საუბრობენ რომ 13,000 ადამიანმა დაკარგა სამსახური იმის ნაცვლად რომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნილიყო და ასე შემდეგ ძალიან გრძელი სია აქვს ნაციონალურ მოძრაობას თქვენი შეუსრულებელი დაპირებების თუ შეიძლება თქვენი ნებართვით თემატურად გავყვეთ და ალბათ ოპონირებას გაგიწევენ თქვენი ოპონენტები თქვენს მიერ შესრულებულ თუ შეუსრულებელი დაპირებების შესახებ მოგესალმებით მივესალმები ჩვენს მაყურებელს მინდა ვთქვა რომ ყველა ჩვენი დაპირება რომელიც იყო მიცემული წინასაარჩევნოდ არის შესრულებული მათი შესრულება ეკონომიკურ ნაწილში მე ვფიქრობ რომ შესრულებულია მათი შესრულება გაგრძელდება სამომავლოდ და ვფიქრობ რომ შედეგები რომელიც ამ ჭრილში დაიდება იქნება ძალიან კარგი სამწუხაროა მაგრამ უნდა აღვნიშნო რომ მემკვიდრეობა რომელიც ჩვენ გვერგო იყო ძალიან რთული და ძალიან ძნელი ჩვენ წლების მანძილზე ვისმენდით იმას რომ ჩვენ ქვეყანაში გვქონდა ეკონომიკური ზრდა თუმცა ეს ეკონომიკური ზრდა რამდენად აისახებოდა მოსახლეობაზე ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების კვლევები ზუსტად ამით იწყებოდა წლების მანძილზე რომ დიახ თქვენ აკეთებთ ინფრასტრუქტურის კეთება კარგია თუმცა ის არ იწვევს იმას რომ მოსახლეობაზე გადანაწილდეს აღნიშნული სიმდიდრე და მოსახლეობის სიმდიდრე გაიზარდოს აქვე მინდა გითხრათ რომ წლების მანძილზე გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი რაც კეთდებოდა სამწუხაროდ იყო მიმართული კონტროლირებადი ბიზნესის განვითარებისთვის და მიმართული იყო იქითკენ რომ მონოპოლიები ან ოლიგოპოლიები შექმნილიყო აქედან გამომდინარე რეიტინგები რომელიც ამას ასახავს ასევე თავის თავზე მეტყველებს და ჩვენ იგივე ანტიმონოპოლიური მიმართულებით იგივე მონოპოლიების მიმართულებით საერთაშორისო რეიტინგებში ძალიან დაბალ მაჩვენებლებში ვართ და ეს ყველაფერი არის იმის საპირწონეთ რაც არის კარგი რომ ჩვენ შეგვიძლია ბიზნესის გაკეთება საქართველოში იოლად და ამაში გვაქვს ძალიან კარგი რეიტინგები. აქვე მინდა წინა ხელისუფლება რომ ბიზნესის დაწყების კუთხით საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე ადგილას ბიზნესის დაწყების კუთხით ჩვენ დღესაც კარგ ადგილასა ვართ 2013 წელს ჩვენ გავაუმჯობესეთ ეს რეიტინგი და მე-9 ადგილიდან მე-8 ადგილზე გადმოვედით თუმცა მინდა გითხრათ რომ ბიზნესის გადარჩენის კუთხით ჩვენ ძალიან ცუდ ადგილასა ვართ როგორც შიდა კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით ასე საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით რაც მეტყველებს იმაზე რომ ბიზნესის დაწყება საქართველოში არის მარტივი თუმცა გადარჩენა შემდგომ იყო რთული მე მინდა აღვნიშნო რომ და ეს არ არის არავისთვის დამალული ძირითადი მიმართულებები რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა არ იყო მიმართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ და არ იყო სამწუხაროდ მიმართული ასევე იმ ჰორიზონტალური რეფორმებისკენ რომელიც ინოვაციების დაანერგვას და ინოვაციების განვითარებას მე თუ შეიძლება დავასრულებ იმიტომ რომ მათ შორის რეიტინგებზეც მინდა შევეხო რეიტინგები მაგალითად ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობის მაჩვენებლით 152 ქვეყნიდან 118 ადგილზე ვიყავით კომპანიების დახარჯული კვლევებზე და განვითარებებზე 128 ადგილას ვიყავით უახლოესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობაზე მე-100 ადგილას ვიყავით ანუ და კონკრეტულად რა აკეთდება დღეს იმისათვის რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს დღეს ჩვენ ვქნით ახალ ინსტრუმენტებს და ვცდილობთ გამოვასწოროთ ის არსებული ინსტრუმენტები რომელიც ქვეყანაში არსებობს იმისათვის რომ ბიზნესები რომელიც აქ შეიქმნება ეს ბიზნესები იყოს მაღალ ტექნოლოგიური მათი
მათ მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე აქამდე იქნებოდა. ანუ მარტივი ბიზნესებიდან ჩვენ თუ არ ვერ მოვახერხეთ და ვერ გადავედით ცოტა უფრო რთულ ბიზნესებზე, რომლებიც მე დამატებით ღირებულება შექმნიან ქვეყანაში, მაშინ ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. ბატონ დიმიტრი, მინდა ბამპატიეთ რა დავასრულოთ რა, აქვე მინდა თქვა და აუნიშნო, რომ იგივე არჩევნების მიმართულებით, იგივე ქვეყნის ზოგადი თავისუფლების მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობის გარეშე ქვეყანა ყოველთვის იქნება კონტროლირებადი. მანამდე სანამ ქვეყანაში არ იქნება ძალიან ბევრი საშუალო ბიზნესის მეპატრონე, რომელსაც არ ექნება შიში იმისა, რომ მას აქვს $100,000 ან 170,000 ლარიანი დანაზოგი და ის თავისუფალია თავის არჩევანში და ხვალ გააგრძელებს ის თავისი საქმის კეთებას, ეს იქნება ძალიან ძნელი. ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი იყო ძალიან პატარა, კონცენტრირებული იყო ყველაფერი და ჩვენ ვიცით, რომ აფილირებულ კომპანიებთან იყო კონცენტრირებული. ის რაც არ იყო აფილირებული, მაინც კონცენტრირებული იყო. დღეს ჩვენ რასაც ვთქვით, მაქსიმალურად ჩვენი პოლიტიკა არის იქითკენ მიმართული, რომ ხელი შეუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ხელი შეუწყოთ წარმოების განვითარებას, რაც არასდროს არ გაუკეთებია წინა ხელისუფლებას და ვფიქრობ, რომ ეს არ იყო მათი პრიორიტეტი. ზოგადად აქ შეიძლება ვთქვათ, რომ ფილოსოფიურ ხედვებში განსხვავებაა, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ბაზარზე რომელიც არის 4 მილიონი, არანაირ წარმოებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა ფაქტია ისიც, რომ მოდით მოусმინოთ ბაზარი არსებობს. კი ბატონო. შეიძლება ორ სიტყვას ვიტყვი და მე ეს ნამდვილად ბატონი ზურას თემა არის. მე უბრალოდ არ მინდა ოპონირება, იმიტომ რომ თქვენ არ ახართ პოლიტიკური ფიგურა. ამ შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკოსები რას პირდებოდა ხალხს და ვირა შეასრულა, იმაზე გვაქვს ლაპარაკი, თორემ თვითონ ბატონ კვირიკაშვილსაც შეიძლება რაც ქონდა ნათქვამი, იმაზე საუბრობთ. მაგრამ დანაპირები რაც ხალხმა იცის არის 100 ქარხანა, 240 ლარიანი პენსია და ასევე იცის რომ არა, პოლიტიკური ლიდერები რას პირდებოდნენ, ასევე ბატონ დიმიტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. ჩვენ უნდა შეგვიძლია შემთხვევა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ახერხებს სამეგრელოში ქარხანა რომელიც შექმნილია დავამთავრებ და მე ციფრებზე ილაპარაკეთ და მეორე. როდესაც საუბრობთ რა დაგხვდათ, ხო? შეიძლება ახალგაზრდა ხართ არ გახსოვთ ჩვენ რა დაგხვდა 2003 წელს. 700 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც სეკვესტრირებული იყო ხოლმე. და სრული განვითარება. მაგრამ ჩვენ მივდივართ პროგრესისკენ ყველანი. თქვენ დაგხვდათ ცოტა უკეთესი ვითარება, ესეც რო აღიაროთ. თუმცა მინდა აღვნიშნო რა, რომ ყველაფერს ჰქონდა თავისი ზღვარი. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც იყო ქვეყანა მიყვანილი და როგორც იყო ის ბოდიშვიხტის სლენგისთვის გამოწურული, მე არ ვიცი იმის იქით რა უნდა მომხდარიყო და ეს არ არის ჩემი დასკვნები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების იმ ორგანიზაციებს, რომელსაც თქვენ საქმნობით, ჩვენც საქმნობით, მათ შორის მსოფლიო ბანკის თუ შეგიძლიათ ამიხსნით. რეზერვები, რომელიც არსებობს. ეს რეზერვები. იმ პოლიტიკით გაგრძელების რა ეკონომიკური პოლიტიკაც იყო ქვეყანაში. სავალუტო რეზერვებს გულისხმობ. არა, ეკონომიკური ზრდის. ეკონომიკური ზრდის რეზერვები. ხო, იმ ნაწილში. ხო, არ ვიცი, რას გულისხმობ მაინც და მაინც ვერ მივხვდი, რა გამოწურულიც რას ნიშნავს არ მესმის და არც რა რეზერვებზე არის საუბარი, ესეც არ მესმის. თუ რამე კონკრეტული ინდიკატორი არსებობს, რომელიც ითვლება, შეგიძლიათ მივიწოდოთ ესეთი ინდიკატორი მე არ გამიგია რაღაცა ეკონომიკური ზრდის რაღაცა რეზერვი და არც ციფრებში გამოხატული არ ვიცი, რამდენი დახვდა თქვენ და რამდენი იყო მანამდე. და ცოტა გაუგებარია. ძალიან ბევრ ამაზე მინდა იმდენი საუბროთ, რომ ყველაფერს მინდა შევეხო. ერთი მემკვიდრეობა გვერგორთულიო ხო, მე აღარ გავაგზავნებ იმას, რომ ჩვენ რა გვერგოდა, თქვენ რა გერგოთ, მინიმუმ რეალურ ციფრებში 1.5-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა დაგხვდათ და ბიუჯეტი დაგხვდათ 11-ჯერ თუ 12-ჯერ გაზრდილი. არა, ამას რო თავი დავანებოთ, მარტო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს რო შეხედოთ, თქვენ დაგხვდათ ქვეყანა, რომლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე დედამიწის ქვეყნების უმეტესობის და მათ შორის ბევრად უკეთესი იყო მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, ვიდრე ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა. გინდათ შეხედოთ ვალის მდგომარეობას და სწორედ ამის გამო შეძლებთ, რომ ეხლა წელს აგიღოთ 1.616 მილიონი ვალით, ხო ეს ცუდი მდგომარეობა ყოფილიყო, ვერ აიღებდით, მაგრამ 30%-ის ფარგლებში დაგხვდათ დაახლოებით. თქვენ დაგხვდათ მაასტრიხტის კრიტერიუმების მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და ასე შემდეგ. ყველა პარამეტრი, რომელიც უნდა ნახოთ, მე ამით კიდევ არ ვიცი თქვენ ისეთი ინდიკატორებს საუბრობთ, რომელიც
არ იზომება და მე არ ვიცი რას გულისხმობს და რაც იზომება, რასაც უყურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველა ეს პარამეტრი იყო ძალიან კარგი და ჩვენი სუვერენული რეიტინგები გნებავთ შეგიძლიათ ნახოთ Moody's, შეგიძლიათ ნახოთ Standard & Poor's, შეგიძლიათ ნახოთ Fitch-ით, მუდმივად იყო გაუმჯობესება და ჩვენი რეიტინგები მუდმივად უმჯობესდებოდა. ამიტომ რაზე საუბრობთ ის რაღაც რეზერვები გამოწურული იყო. მე მართლა არ მესწრაფ. არ შეგაწყვეტინეთ, უბრალოდ ბატონო დიმიტრმა ისაუბრა ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. ყველა შევეხები ჩანიშნული მაქვს. კი ბატონო, რომ არის უკვე დაპირებები ეკონომიკის ნაწილში შესრულებული. არასწორია, ჩემის აზრით, ტყუილი არ აისახებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი საქართველოს მოსახლეობის არის პენსიურები. ჩვენ ყავს ახლა დაახლოებით 683,000 ადამიანი, რომლებიც იღებენ ეგრეთ წოდებულ ასაკობრივ პენსიას. პენსია, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ, ქვეყანა იყო 14 ლარი და დავალენები იყო დაახლოებით 8 თვიანი. თქვენ ჩაიბარეთ პენსიურები, მოწყვლად ჯგუფს გულისხმობ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ერთ-ერთს, რომელსაც პენსიაც არის 150 ლარი, რომელიც ჩვენ დაგახვედით ბიუჯეტში ჩადებული 2013 წლის ბიუჯეტი ჩვენი შეტანილი პარლამენტში უკვე არსებობდა იქ 150 ლარი იყო. ინფლაციის გათვალისწინებითაც კი რო შევხედოთ, რეალურად სყიდველუნარიანობა პენსიონერების, რომლებიც კიდევ იმენობ არიან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, გაიზარდა დაახლოებით 4-5-ჯერ. ანუ ის რო ეს არ ეხებოდათ გაჭრებულ ადამიანებს, ეს არის უბრალოდ ტყუი. ბიზნესი იყო კონტროლებადი, იყო, პრობლემა იყო, კონტროლებაც არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ ნუ ზეწოლა იყო ბიზნესზე, სამართალდამცავი სტრუქტურები, პროკურატურა იქნებოდა თუ სხვა, ძალიან ცუდად ექცეოდა ბიზნესს და ამის გამო მე ვაკრიტიკებდი მაშინ ხელისუფლებას, მაგრამ ეს ეხაც გრძელდება. სამწუხაროდ ეხა ივანიშვილის დეიდაში უცა მამაცაშვილი რაღაცებს ალაგებს, მანამდე ხუხაშვილმა თქვა მე ვალაგებ. დაასახელეთ კონკრეტული ფაქტი, კონკრეტული იძინა ივანიშვილი თქვა, რომ მაგალითად შემთხვევაში უცა მამაცაშვილი ალაგებს ყაზახეთში და ბაქოში რაღაცა. ივანიშვილმა რა თქვა? ამას თავი დაანებეთ. დაწიოკებული ბიზნესის მაგალითი თქვით, მაგალითი. ჩოჩელის მაგალითი, რომელსაც გაუჩერეთ ყველა ბიზნესები. ეხლა ზის საამუშა. არაფერი ჩვენი არ არის. არაფერი ჩვენი არ არის და მაგადამაგისა დღესაც სერიოზული პრობლემები ვერ ბიზნესს. წაართვე ჩოჩელს რა მე. მოუმაყურეთ ეხლა რა გიცი. წაართვე. გაუჩერეს ყველაფერი და დაუყადაღეს და 4000 ადამიანი დატოვეთ უმუშევარი. 4000 ადამიანი. გავაგზავნე, მაგრამ ისაც ცუდი იყო, ის გრძელდება, მონოპოლები და ოლიგოპოლები უკაცავთ. ეხლა ამაზე ლაპარაკი, მართლა სასაცილო. გავიდა წელიწადი და 7 თვე ვერ დაასახელეთ ვერც ერთი მონოპოლია, ვერც ერთი ოლიგოპოლია. მიუხედავად იმისა, რომ იზახილო კანონმდებლობა შეცვალა და აღმოფხვრით მონოპოლების აღმოფხვრის შემდეგ საწოლზე ფასები გაიზარდა. ვითომ მონოპოლების აღმოფხრის შემდეგ, მაგალითად მედიკამენტებზე ეხლაც ფასები არის გაზრდილი. სულსაძე ფასები არის გაზრდილი. შეგიძლიათ ნახოთ საქსაის მონაცემები. მე ესეთი რამე არ მესურვებ. მონოპოლი აღმოფხვერი და ამან ფასების და გამოიწვია. უბრალოდ აბსურდია. ამას ნუღაიმეორებთ მაინც. მე არ მიხვალ ჩვენ ამე აღმოფხერი. ჩვენ იყო თქვენ ხო აღარ არის და ხო აღარ უნდა იყოს. ამ მიმართულებით კანონმდებლობა შეიქმნა მონოპოლიები და ოლიგოპოლიები. რა თქმა უნდა ეს ხალხი შეიცვალა ძალიან ცუდი კანონი მიიღეთ ვიცით კონკურენციის კანონი. ეხაც არსებობენ მონოპოლიები და ოლიგოპოლიები. რა თქმა უნდა ეს ხალხი იბრძვის თვითგადარჩენისთვის და იბრძვის იმისათვის რომ მათ მონოპოლიური მდგომარეობა მათ შორის მონოპოლიური მდგომარეობა შეინარჩუნონ ბაზარზე. კი, ანუ ეხაც ვერ აღმოფხვრით და დღესაც ყავს მონოპოლიები და ოლიგოპოლიები. კარგით. წელიწადი და 7 თვე გავიდა და ვერ აღმოფხვრით მონოპოლიები და ოლიგოპოლიები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ სატელეფონო სამართლით არ წვეთ და ამისათვის მივიღეთ შეიქმნა სააგენტო ვიცი კონკურენციის სააგენტო რომელსაც ძალიან ცუდი ფუნქციებით აღჭვედა ეს სექტორის ბერკეტი და ბიზნესი ვიცი ეს მაგრამ მონოპოლია სადაც რომელ სფეროში არის მონოპოლია სადაც არის შედეგები ჩვენ ვნახავთ არის უბრალოდ ელოდებით რომ ვიღაცა იპოვის ხო ჯერჯერობით არის ბევრი საჩივარია შესული რამდენიმე საჩივარი შეიძლება აი კიდე გავაგზავნე 2013 წელსო ჩვენ დავწინაურდით და doing business-ში კიდე ერთი პოზიცია უკაცრავად ეს ხომ მაინც იცით ხა რომ ეს არის დამსახურებული რომ 2010 წელს შევიდა ერთ კონკრეტულ კანონში ცვლილებები და ეს არის გამოძახილი იმ კანონისების არის 2010 წელს ჩვენი ხელისუფლების გატარებული რეფორმის უბრალოდ ამ რაღაცა ტიპის რეფორმები არის რომელსაც ჭირდება პრაქტიკაში ნახვა გვაკვირდებოდა მსოფლიო ბანკი ნახა რომ პრაქტიკაში ეს მუშაობს და 2013 წელს დაგვაწინაურა ამას თქვენი ხელისუფლების დამსახურება არის ნული ლაპარაკობთ მაინც ნუახსენეთ მაინც არ იყო მიმართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკა არ უნდა იყოს არც ერთი რომელიღაც სექტორის და არც ერთი რაღაც იმის განვითარებაზე ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იმისკენ რომ ზოგადად ეკონომიკა გაიზარდოს იქ გაიზრდება მცირეც გაიზრდება საშუალოც გაიზრდება დიდიც თუ თქვენ წაართმევთ დიდ ფულს და ამ ფულს გადაყრით მცირეს და საშუალოს განვითარებაში ვერ განავითარებთ იმიტომ რომ მცირეს და საშუალო ბიზნესის განვითარებას მუდმივად დაჭირდება ესეთი იაფი ფული მერე როგორც კი მოაკლებთ ამ ფულს ეს ბუშტივით გასკდება და ჩამოიშლება ანუ ეს არის არასწორი და ბოლოს უნდა კლებაზე და ინოვაციებზე იხარჯება ნაკლები ცხადე იხარჯება ნაკლები რომ შეადაროთ რომელ ქვეყნებში იხარჯება ბევრი და რომელში ნაკლები ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონის ქვეყნებში იხარჯება გაშვებით ნაკლები და ჩვენი რესურსი არის ძალიან ცოტა ბევრი ინოვაციაზე იხარჯება ქვეყნებში რომელიც არის მდიდარი ქვეყნები რომელიც ეკონომიკას დიდია და იქ კომპანიებს აქვს იმის რესურსი ამაში ხარჯონ ჩვენ მცირე ეკონომიკა ვართ ჩვენი ბიზნესი არ არის ეგეთი განვითარებული და ამიტომ ვერ ხარჯავენ ცხადე ეს რა არგუმენტია თქვენ გონიათ რომ თქვენი ხელისუფლების მერე 4 წლის მერე ბევრი დაიხარჯება ამაში ეს შეუძლებელია მე წაიგოთ რა მოიტანა თქვენი პოლიტიკის სურვილს